რა ხდება, როდესაც ქალი გშორდება? შენ კი მიჩმორებული რომანტიკოსივით მისთვის მადლობების წერას რომ იწყებ. მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც შენ მე მომეცი. ძალიან ბევრი თბილი და პოზიტიური რამ გამოვიარეთ. მთელი გულით ბედნიერებას გისურვებ. იმედი მაქვს ისეთ ადამიანს იპოვი, რომელთანაც ბედნიერი იქნები. ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება იცი. აი ქურდებმა რომ გაძარცვა შენი ბინა და შენ რომ უთხრა. მადლობა, ჯიგრები ხართ და არ ინერვიულობთ. მომავალში უკეთეს ბინას ნახავთ. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო. ხომ ხვდები რამდენად აბსურდულად ჟღერს. 16, 20 წლის ბიჭს გეპატიება მასეთი შტერობა, მაგრამ 25, 35 წლის კაცს არანაირად არ გეპატიება. მოდი ახლა ძალიან სასტიკ სიმართლეს გეტყვი, რომელსაც არავინ გეტყვის. დაშორების შემდეგ მამაკაცის ცრემლები, შჩოვლინტები და დორბლი ქალისთვის მხოლოდ ერთის მაჩვენებელია, რომ ის სწორად მოიქცა. იმიტომ რომ გამოდის, რომ ქალი შენზე ძლიერი ყოფილა. შენს გამო ის თავს მასე არ დაიმცირებდა და ამაზეც დაფიქრდი, სასარგებლოა. შესაბამისად იმ სისულელის მიწერა, რომ მე შენ სულ მემახსოვრებიო, არანაირად არ არის საჭირო. შენ ხელი გკრეს და გამოგაგდეს სახლიდან. შენ უკვე ტაკოზე პანჩური ამოგარტყეს და მოგისროლეს. ხო და უბრალოდ უჩუმრად მაინც წადი. ახლა ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. ყველასთვის გასაგებია, რომ შენ მაგ ყველაფერს იმიტომ აკეთებ, რომ ქალს გადააფიქრებინო. მაგრამ რაც უფრო სწორი და ლამაზი იყო შენი დამშვიდობების ტექსტი, მით უფრო მალე დაგივიწყებს ის. იმიტომ რომ ასეთი ფინალი დასრულებული ისტორიის შეგრძნებას ატარებს. ხოლო თუ შენ ხმა არ ამოგიღია და უბრალოდ გაქრი, ეგ უკვე სულ სხვა ისტორიაა. ამ ვითარებაში მას მალევე ჩაერთვება ნოსტალგირების რეჟიმი და მალევე დაიწყებს შენს მონატრებას.